სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამერიკაში კონგრესმენ ჯო ვილსონის მიწვევით დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფება, ამერიკულ ტელეარხ Fox News ინტერვიუ მისცა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ინტერვიუში ტრამპთან და მისი მომავალი კაბინეტის წევრებთან არაოფიციალური შეხვედრების შესახებ, ასევე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ დაუკავშირდება რეჟიმებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საკუთარ ხალხს. სწორედ აქ უნდა იყოს ამერიკის ინტერესები. ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ ეს საერთო ინტერესები ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის, მაგრამ არასოდეს უნდა შეეწიროს ხალხი ურთიერთობებს იმ მთავრობებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ საკუთარ ხალხს. Ჰქონდა მოკლე შეხვედრა მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული თანამდებობაზე. ვცდილობდი მისგან მიმიღო დაპირება, რომ ვაშინგტონში ჩემი ყოფნის რამდენიმე დღის განმავლობაში შევძლებდი შევხვედროდი როგორც მას, ისე გაეროს ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი. მე მათ ვუთხარი, რომ იმედი მაქვს, საქართველო არ გახდება ერთ-ერთი მათი პრობლემა, არამედ ერთ-ერთი მათი გამოსავალი.